მოგესალმებით SEO ოპტიმიზაციის კურსში. კურსი, რომელიც საკმაოდ რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა ჩემთვის სხვა კურსებთან შედარებით და კურსი, რომელშიც მაქსიმალურად შევეცადე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზისო მომენტები გადმომეცა თქვენთვის. კურსი, რომელიც საკმაოდ რთულია გასაკეთებლად იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ძირითადი ნაწილი უფრო გამოცდილებაზე არის დამოკიდებული. რეალურად SEO განსხვავებით სხვა მიმართულებებისაგან თავიდან ბოლომდე უფრო გამოცდილებას ეფუძნება და პრაქტიკულ მოქმედებებს. თუმცა მე ამ კურსში შევეცდები, რომ წარმოგიდგინოთ სრულად ის მთავარი მიმართულებები, ის საბაზისო მიმართულებები თეორიული მასალის, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯების SEO-ში. იმისათვის, რათა შეძლოთ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს ვებსაიტს, დაგეგმოთ SEO კამპანიები და გადადგათ როგორც მინიმუმ მთავარი პირველი გადამწყვეტი ნაბიჯები. ხოლო შემდგომში უკვე თქვენი პროექტიდან გამომდინარე პრაქტიკა ყველაზე კარგად გასწავლით, რა თქმა უნდა, აი ამ სისტემას. მთელი ჩვენი SEO ოპტიმიზაციის კურსი რამოდენიმე ლექციად არის დაყოფილი. თითოეულ ლექციაში შევეცადე, რომ ცალკე თავებად დამეყო თითოეული განყოფილებები და წარმოვედგინოთ თქვენთვის მაქსიმალურად მარტივად. აქ თავმოყრილი არის ყველა ის საბაზისო მიმართულება, ყველა ის საბაზისო მომენტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის SEO-ში, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, რომ დაიწყოთ ოპტიმიზაციის პროცესი. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს კურსი გამოგადგებათ პრაქტიკულად ნებისმიერ პროცესში, თუ კი თქვენ ეხებით ციფრულ რესურსებს, თუ კი თქვენ ეხებით ციფრულ სოციალურ ქსელებს, ვებსაიტებს, თუ ყიდით პროდუქციას, გნებავთ ონლაინ, გნებავთ ლოკალურ ბაზარზე, იმიტომ რომ საუბარი არის SEO-ზე, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე. მიმართულება, რომელიც იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი და ეხლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოში. მოდით დავიწყოთ. რა არის SEO? SEO იშიფრება როგორც საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, Search Engine Optimization, საძიებო ძრავის ოპტიმიზაცია. ეს არ ჩათვალოთ, რომ პროცესი არის, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ უნდა მოვაწონოთ Google-ს თავი და პროცესი, რომლითაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ტრაფიკი, ანუ ვიზიტორები უნდა მივიღოთ ჩვენს მაღაზიაში. ეს არის პროცესი, რომლითაც მაქსიმალურად რელევანტური, მაქსიმალურად მომხიბლავი და user friendly ეგრეთ წოდებული მივიღოთ ჩვენი ციფრული რესურსი. იქნება ეს ვებსაიტი, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ ასე შემდეგ. ეს არის პროცესი, რომლითაც ვიკვლევთ მაქსიმალურად მომხმარებლის კმაყოფილებას, მომხმარებლის ქცევას და ვცდილობთ, რომ ჩვენი ვებსაიტი გავხადოთ მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული. სწორედ ეს არის SEO და თავისი SEO-ს SEO-ს პროცესი. SEO ძირითადად გვჭირდება ორი მთავარი რამისთვის. პირველი, ეს არის იმისათვის, რომ მივიღოთ ტრაფიკი ჩვენს რესურსში, იქნება ეს ჩვენი ვებსაიტი, იქნება ეს ჩვენი Facebook მაღაზია და მეორე, რომ მომხმარებელი კმაყოფილი წავიდეს ჩვენი მაღაზიისგან, მან იყიდოს ჩვენი მომსახურება თუ პროდუქტი, ან გაატაროს შედარებით დიდი დრო ჩვენ ციფრულ რესურსზე. SEO მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ საძიებო სისტემაში, Google-ში ადამიანები როცა ჩაწერენ გარკვეულ საძიებო სიტყვა საკვანძო ფრაზას, მაგალითად, ფეხსაცმელი თეორიულად და დაალოდებიან რეზულტატებს, ჩვენი საიტი ამოვარდეს წინა პოზიციებზე, ჩვენი ციფრული რესურსი ამოვარდეს წინა პოზიციებზე, ადამიანებმა დააკლიკონ ჩვენ ციფრულ რესურსებზე, გადმოვიდნენ ჩვენს ვებსაიტზე და ისინი შემდგომში დაკონვერტირდნენ უკვე მყიდველად. Google-ის ტრაფიკი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული, ღირსეული ტრაფიკი არის. მაგალითად, თუ კი Facebook-ზე ვაკეთებთ რეკლამას, შეიძლება რომ რეკლამის პერიოდში 20,000 ადამიანმა ნახოს ჩვენი განცხადება, აქედან დააკლიკოს 1000 ადამიანმა, მაგრამ ჯამში ჩვენი პროდუქტი იყიდოს დაახლოებით 40 ადამიანმა. რეალურად, თუ კი საძიებო სისტემიდან ადამიანი გადმოვიდა ჩვენს ვებსაიტზე, ის დაინტერესებულია თავად, რომ შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი. ანუ მას აინტერესებს ის პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვყიდით. აქედან გამომდინარე, თუ კი მაგალითად გადმოვიდა Google-დან 1000 ადამიანი, ძალიან დიდი არის ალბათობა იმისა, რომ ამ 1000 ადამიანმა შეიძინოს გაცილებით მეტი პროდუქტი, ვიდრე მაგალითად Facebook რეკლამით შეიძენდა ადამიანი. თუ კი ადამიანი თვითონ არის მოტივირებული იმისათვის, რომ მოძებნოს ის პროდუქტი, რომელსაც ყიდით, ის დიდი ალბათობით შეიძენს თქვენი რესურსიდან, თქვენი საიტიდან პროდუქციას. მაგალითად, თუ ის ეძებს ფეხსაცმელს და მით უმეტეს თქვენ სწორად გაქვთ აგებული ფეხსაცმელის საიტი და მითითებული გაქვთ ის მოდელი, რომელიც მას სავარაუდოდ აინტერესებს, დიდი ალბათობით ის თქვენი საიტზე გადმოსვლის შედეგად თავის შესყიდვას დაამთავრებს, თავის ქცევას დაამთავრებს შესყიდვის და ის რამოდენიმე ფეხსაცმელს მაინც შეიძენს, ერთ ფეხსაცმელს მაინც შეიძენს თქვენი საიტიდან. ასევე ჩვენ შეგვიძლია თავი მოუყაროთ აი იმ რესურსს, რომელიც შემოდის ჩვენს ვებსაიტზე და შემდგომში მათზე გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული რეტარგეტინგის კამპანია.
კამპანია, რომლითაც აედევნება სოციალურ ქსელში მას ჩვენი რეკლამა და დიდი ალბათობის შემდგომ პერიოდში მაინც მიიღებს ის ჩვენი პროდუქცია თუ მომსახურების ყიდვის გადაწყვეტილებას. საერთო ჯამში სოფლიოში SEO-ს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება მას შემდეგ, რაც შეიქმნა ვებსაიტები და მისი მნიშვნელობა, ჩემი აზრით, დღითიდღე უფრო მეტად იზრდება ის პროცესი, რომ მომხმარებლები დაინტერესდნენ და გადმოვიდნენ ჩვენს ვებსაიტზე სოციალური ქსელებიდან. ყოველდღიურად ძალიან დიდი რაოდენობის ძებნები ხორციელდება სოციალურ ქსელებში. ადამიანები გეძებენ თქვენ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რესურსი გქონდეთ მაქსიმალურად რელევანტური მომხმარებლებისათვის და აჩვენოთ ეს რესურსი, რათა მიიღოთ ისინი და რა თქმა უნდა მოხდეს დაკავშირება მყიდველისა და გამყიდველის Google-ის და სხვა საძიებო სისტემების დახმარებით. ასევე ეს არის პროცესი, რომლითაც მომხმარებელი იღებს კმაყოფილებას თქვენი ვებსაიტიდან. ჩვენ ვიკვლევთ მომხმარებლის კმაყოფილებას. ჩვენ ვიკვლევთ თუ რას აკლიკებს ის ადამიანი, რომელ გვერდზე ჩერდება დიდი ხანი, თუ რომელი გვერდები მოწონს უფრო მეტად, რომელი პროდუქტები დაამატა ეგრეთ წოდებულ cart განყოფილებაში, თუმცა checkout-ამდე არ მივიდა. ეს არის თავიდან ბოლომდე SEO-ს კვლევის პროცესი, რაც საერთო ჯამში მიდის იქამდე, რომ მომხმარებელი ჩვენი ვებსაიტიდან ხდება კმაყოფილი. რჩება კმაყოფილი. სწორედ მომხმარებლის კმაყოფილება არის თავიდან ბოლომდე საფუძველი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერი SEO კამპანიის და Google-ის და ნებისმიერი საძიებო სისტემის. მოდით ახლა ვისაუბროთ SEO-ს მიმართულებებზე. რა მიმართულებები არსებობს SEO-ში? ძირითადად გამოყოფენ სამ მიმართულებას. ეს არის white hat SEO ეგრეთ წოდებული, black hat და grey hat. არსებობს ასევე green SEO, რომელიც შედარებით უფრო იშვიათად გამოიყენება, რომელიც შედარებით უფრო ახალია. რას ნიშნავს თითოეული მათგანი? White hat ეს არის თეთრი SEO. ეს არის იმ გაიდლაინების მოცემულობა, რომელიც გაიდლაინებიც მოცემულია უშუალოდ Google-ისა და სხვადასხვა საძიებო სისტემების მიერ. ეს გაიდლაინები ჩვენ გვეუბნება თუ როგორ უნდა დავამუშავოთ ჩვენი ვებსაიტი, რათა მაქსიმალურად რელევანტური იყოს მომხმარებლისადმი. ეს არის თეთრი მეთოდები, სუფთა მეთოდები, სუფთა თამაშის წესები, რომლითაც მე ჩემს ვებსაიტს მაქსიმალურად რელევანტურს გავხდი მომხმარებლის ძიებისადმი და მაქსიმალურად გავხდი მომხმარებლის კმაყოფილების დონეს. ეს არის ჩვეულებრივი ქმედებები, როგორიც არის მაგალითად ვებსაიტის გამართვა, მაგალითად კარგი აღწერლობის დაწერა, მაგალითად რელევანტური სურათების ატვირთვა, კვლევა, რომელი პროდუქტი, რომელი გვერდი მოწონს მომხმარებელს, რათა საიტის წინა გვერდზე განვათავსო ესა თუ ის გვერდი, keyword research-ი, იმ სიტყვებისა თუ საკვანძო ფრაზების ძიება, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონს მომხმარებელს, რომელსაც ყველაზე მეტად ეძებენ საძიებო სისტემებში ადამიანები და აი ამ საძიებო საკვანძო სიტყვებით განთავსება ბლოგებისა და პროდუქტების ჩემს ვებსაიტზე. მაშინ რა არის შემდგომში black hat-ი? Black hat ეს არის ეგრეთ წოდებული შავი მეთოდების სია. ეს არის პროცესი, როცა მე ვცდილობ Google-ის მიერ აკრძალული ან უარყოფილი მეთოდებით მოვატყუო საძიებო სისტემა და გავიყვანო ჩემი ვებსაიტი მოწინავე პოზიციებზე ისე, რომ ჩემი ვებსაიტი არ იმსახურებს აი ამ პოზიციებს. Black hat-ის მაგალითად ყველაზე მარტივი მეთოდი, შედარებით უფრო მეტად გავრცელებული, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული VPN-ი. ეს არის სისტემა, როდესაც მე მაგალითად ვქმნი ალტერნატიულ ვებგვერდებს, რომლებიც აძლიერებენ ჩემს ვებსაიტს და პრაქტიკულად ვატყუებ Google-ს. ანუ ვქმნი თითქოს ილუზიას, რომ ჩემი ვებსაიტი მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საძიებო სისტემებში და სხვადასხვა ვებსაიტებში და ვცდილობ, რომ ხელოვნურად წავწიო საძიებო პოზიციები წინ. ასევე არის მაგალითად ნეგატივ SEO, ეგრეთ წოდებული ნეგატიური SEO, რაც ნიშნავს მიზანმიმართულ ქმედებებს ჩემი კონკურენტისადმი, რომ მას დაუშავო და მას დავაკარგინო პოზიციები საძიებო სისტემაში. არსებობს ეგრეთ წოდებული grey hat SEO. ეს არის ნარევი black hat-ისა და white hat-ის. ეს არის პროცესი, როცა მე ძალიან ცუდ და შავ მეთოდებს არ ვიყენებ ისეთ როგორც black hat-ი არის, თუმცა ვიყენებ არც თუ ისე რელევანტურ მოქმედებებს. ყველაზე გავრცელებული მაგალითად ეს არის ლინკების ყიდვის პროცესი. მაგალითად Google ვერ გაიგებს, თუ კი მე ვთხოვე სხვა ვებსაიტს, რომ ახსენოს ჩემი ვებსაიტი თავის საიტზე და ამით მე მომემატოს წონა. ეგრეთ წოდებული ჯუისი. ასევე მე გავაგზავნო ეგრეთ წოდებული cold email-ები, ანუ დავაგზავნო პირდაპირ email-ები, ისე რომ მომხმარებელს არ კონდეს გამოცხადებული შემდამინდობა და იმ email-ებში ვახსენო ჩემი ვებსაიტი, რითიც გავზრდი რაღაც დონეზე Google-ისა და სხვადასხვა საძიებო სისტემებში ავტორიტეტს, თუმცა ეს იქნება მოკლე ვადიანი პერიოდში, რა თქმა უნდა. ასევე ეგრეთ წოდებული ლინკების გაცვლის პროცესი. ჩვენ ამ სტრატეგიებზე დეტალურად ვიმუშავებთ, თუ კი თქვენთვის ეს ყოველივე დღესდღეობით ცოტა ბუნდოვანია, გთხოვთ რომ ამაზე არ შეშინდეთ, მე შევეცდები მაქსიმალურად მარტივად გავიაროთ მთელი ეს პროცესი და საინტერესო გავხადოთ თქვენთვის და რა თავარია გამოყენებადი.
ეხლა მოდით უფრო სიღრმისეულად გადავინაცვლოთ და ვნახოთ უშუალოდ SEO რისგან შედგება. SEO მაგალითად ნებისმიერი ვებსაიტი თუ კი ავირჩევთ, მაგალითად აი ამ ვებსაიტის საფუძველზე შედგება რამოდენიმე მიმართულებისაგან. პირველი ეს არის on-page SEO. ეს არის პროცესი, რომლითაც მე ვცდილობ, რომ ჩემს ვებსაიტზე პროდუქტების განლაგება მაქსიმალურად ლამაზი და რელევანტური გავხადო მომხმარებლისათვის. ეს არის პროცესი, რომლითაც მე ვცდილობ, რომ ვნახო თუ რა სიტყვებს ეძებენ ადამიანები, ასევე რა ნაწილი მოწონთ მათ, როგორი ვიზუალები მოწონთ, როგორი სურათები მოწონთ, როგორი აღწერილობა მოწონთ, შევეცადო, რომ მაქსიმალურად დიდი ხანი გავაჩერო ადამიანი ჩემს ვებსაიტზე. მოკლედ, ეს არის მოქმედებათა ის ერთობლიობა, რომლითაც მე მომხმარებელს მაქსიმალურად ვურჩევ ჩემს ვებსაიტს და უშუალოდ ჩემის ვებსაიტი ვცდილობ, რომ უშუალოდ ჩვენი ვებსაიტი იყოს რელევანტური მომხმარებლისადმი. ანუ ეს არის ქმედებების ის კასკადი, რომელიც ემსახურება ჩემი ვებსაიტის დახვეწას, უშუალოდ ჩემს ვებსაიტზე მუშაობიდან გამომდინარე. მაშინ რა არის შემდგომი ნაწილი, რომელსაც off-page SEO ეწოდება? Off-page SEO ეს არის მოქმედებების ის კასკადი და კატეგორია, რომელიც მოქმედებს ჩემს ვებსაიტს გარეთ. არ ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ვებსაიტზე ამოქმედება ვებსაიტის შიგნითკენ გაკეთებული სამუშაო არის SEO-ს ამოცანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავზარდო რეიტინგი ჩემის ვებსაიტის სხვა საიტებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ სხვა საიტებმა თავიანთ ვებსაიტზე ახსენონ ჩემი ვებსაიტი, რითიც გამეზრდება ავტორიტეტი Google-ის თვალში. Google მუდმივად იღებს ინფორმაციას ყველაფრიდან აბსოლუტურად. მას მისდის ინფორმაცია, რომელი ვებსაიტი ახსენებს ჩემს ვებსაიტს, რომელმა სისტემამ დაწერა ჩემს შესახებ. სოციალურ ქსელებმა ხომ არ გააზიარეს ჩემი ვებსაიტი. ის ამ ინფორმაციას კრებს, თავისი ძალიან ჭკვიანი ალგორითმით აანალიზებს ამ ყველაფერს და ამ ინფორმაციის საფუძველზე მანიჭებს მე საძიებო სისტემაში პოზიციებს. მე თუ შევეცდები, რომ ჩემი ვებსაიტი იყოს მაღალი ავტორიტეტის მქონე, ჩემი ვებსაიტის შესახებ დაწერონ მაღალ ავტორიტეტულმა საიტებმა, ეს გამიზრდის ავტორიტეტს Google-ის თვალში და მომცემს საშუალებას, რომ საძიებო სისტემაში უფრო კარგი პოზიციები მოვიპოვო. სწორედ ეს არის off-page SEO. მოქმედებათა ის ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ვებსაიტს გარეთ, სხვა ვებსაიტებთან ურთიერთობაში. იმაში, რომ მათ ჩემი ვებსაიტის შესახებ გაიცნონ, გავაცნო მათ ინფორმაცია და დაწერონ ჩემი ვებსაიტის შესახებ. შემდგომი მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ეგრეთ წოდებული keyword research-ი. ეს არის პროცესი on-page SEO-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ეს არის პროცესი, რომლითაც მე ვიკვლევ თუ რას ეძებენ ადამიანები საძიებო სისტემებში. ჩვენ თუ მაგალითად მარტივად ჩავწერთ ფეხსაცმელს, დავაკვირდებით, რომ Google თვითონვე გვთავაზობს ეგრეთ წოდებულ suggested keyword-ებს, შემოთავაზებულ keyword-ებს, საძიებო სიტყვებს, თუ რასაც ეძებენ ადამიანები საძიებო სისტემაში. მე ჩვენ ერთად გავივლით მთელ რიგ საძიებო სისტემებს, რომლებიც მთელ ფრაზებს გვიჩვენებენ თავისი ძებნადობის მაჩვენებლით, თავისი ფრაზებით, თავისი კითხვებით. ჩვენ შევისწავლით keyword-ებს, საძიებო სიტყვებს და აი ამ სიტყვებით სწორედ დავიწყებთ დამატებას პროდუქციისას ჩვენს ვებსაიტზე. ჩვენ ვნახავთ თუ რა სიტყვებს ეძებენ და ამ სიტყვებით განვათავსებთ განცხადებებს ჩვენს ვებსაიტზე, დავწერთ ასევე ბლოგებს, დავწერთ ასევე სტატიებს ჩვენს ვებსაიტზე და გავზრდით მომხმარებლის ვიზიტორების გადმოსვლას ჩვენს ვებსაიტზე. რითი ეს არის keyword research-ი, საძიებო სიტყვების ძებნადობა. საძიებო სიტყვების ძებნადობა არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, მანამ სანამ შევქმნით ვებსაიტს, რათა ვიცოდეთ თუ რა სჭირდება მომხმარებელს. ძალიან დიდი სხვაობაა ორ მნიშვნელოვან ფაქტორს შორის, რას გვინდა ჩვენ და რა გვინდა მომხმარებელს. ჩვენ რა გვინდა ეს მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი არის რა უნდა მომხმარებელს. აი რა უნდა მომხმარებელს, აი ამას სწორედ keyword research-ის საშუალებით ვიგებთ ჩვენ. შემდგომი ნაწილი ეს არის უკვე კონტენტი. კონტენტი არის მეფე. ეს ნამდვილად სწორი გამოთქმა არის. ჩვენ ნახავთ, როგორ დავწეროთ ბლოგი, როგორ შევქმნათ ბლოგი, როგორ დავწეროთ სტატიები სწორად, SEO ოპტიმიზირებულად, როგორ დავწეროთ ისე, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ვიზიტორი მივიღოთ ჩვენს ბლოგზე და keyword research-ში ჩვენ ნახავთ, რას კითხულობენ ადამიანები Google-ში. ჩვენ ამ პროცესს რა თქმა უნდა ერთად გავუვლით. შემდგომი ნაწილი ჩვენი ვებსაიტის იქნება ტექნიკური SEO. ტექნიკური SEO ეს არის პრაქტიკულად ასევე on-page SEO-ს განყოფილება, ასევე off-page SEO-ს გარკვეულ ელემენტებსაც მოიცავს. ეს არის ის ტექნიკური აქტივობა, რომელიც საჭიროა ჩვენი ვებსაიტის გამართვისათვის. იმისათვის, რათა ჩვენმა ვებსაიტმა ტექნიკურად სრულად იფუნქციონიროს წარმატებულად. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია SEO-სთვის, იმიტომ რომ თუ კი ჩვენი ვებსაიტი ტექნიკურად არ არის გამართული, რაც არ უნდა საინტერესო სტატიები ვწერო და რაც არ უნდა ვამატო პროდუქცია, ძალიან გამიჭირდება საძიებო სისტემებში ნორმალური პოზიციების მიღება. ჩვენ ამ ყველაფერს
გავulit WordPress-ის სისტემის მიმართულებით. ასევე ვისაუბრებთ Shopify სისტემაზე, ორ ყველაზე მთავარ წამყვან სისტემაზე, რომელიც ყველაზე მეტად გამოყენებადი არის საქართველოში და მსოფლიოში. და ბოლო ნაწილში ჩვენი კურსისას გავulit ეს არის SEO ანალიტიკა. ამ კურსის დასრულების შემდეგ შენ უნდა შეძლო ვებსაიტის SEO ანალიტიკა. შენ უნდა შეძლო შეფასება ვებსაიტის, რამდენად ოპტიმიზირებულია ვებსაიტი, სად აქვს მათ შეცდომები დაშვებული, ეგრეთ წოდებული SEO აუდიტი უნდა განახორციელო და უნდა დაგეგმო შენი SEO კამპანიები. ამაში მე მაქსიმალურად დაგეხმარები ამ კურსის ფარგლებში. შემდეგი ნაწილი უკვე არის SEO-ს ორი მიმართულება. ეს არის local SEO და global SEO. მარტივად რომ ვთქვათ, სად გვინდა აქტიურად გაიყიდოს ჩვენი პროდუქტი? გვინდა რომ ლოკალურ, ანუ ქართულ ბაზარზე გავყიდოთ, თუ გავყიდოთ საერთაშორისო ბაზარზე. შეიძლება ორივე მათგანი შევურიოთ, თუმცა როგორც წესი ცოტა რთულად კეთდება ხოლმე მათი შერევა და რეზულტატებს ისეთ კარგ როგორც წესი აიძლევა ხოლმე. მინდა გაგახაროთ, ლოკალურ ქართულ SEO ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენცია ნამდვილად არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან რთული არ არის დარანკვა. დარანკვა ანუ საძებო სისტემაში მოწინავე პოზიციების აღება. მთავარია სწორი სტრატეგია და ქართულ ბაზარზე ჩვენ შევძლებთ გარკვეული პოზიციების მიღებას და შემდგომში ამ პოზიციების გაუმჯობესებას. ქართულ ბაზარზე არ არის SEO ცოდნა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ძალიან მწირე SEO ცოდნა არსებობს და ეს სპეციალისტები როგორც წესი ქართულ ბაზარზე ძალიან ნაკლებად მუშაობენ. მე მესმის მათი. შეკვეთები საკმაოდ დიდია, მოთხოვნა დიდია და გადახდა დიდია საერთაშორისო ბაზარზე. ქართულ შემთხვევაში რეალობაში ეს ყოველივე ეს სფერო ძალიან განუვითარებელია. ხოლო ძალიან ვიწრო ნიშებში, ფინანსების ნიშებში და აი მანქანის ქირაობაში და ესე ძალიან ისეთ ნიშებში არის კონკურენცია. დანარჩენ სამომხმარებლო ნაწილში პრაქტიკულად თითქმის ან მინიმალური ან ნულოვანი კონკურენცია არის. ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად local SEO-ზე, თუმცა ჩვენ ასევე global SEO-ს ელემენტებს გავივლით და ჩვენ ნახავთ როგორ გავაკეთოთ ისე რომ ჩვენი საიტი Google-ში საქართველოს მასშტაბით დაირანკოს და ასევე პოზიციები მოგვენიჭოს საერთაშორისო ბაზრის შემთხვევაში. პრინციპები სხვა შორის ორივე შემთხვევაში ერთნაირია, თუმცა მცირე ნიუანსებში არის სხვაობა. ჩვენ შევხედეთ, რომ ფეხსაცმელი ჩვენ რო ჩავწერეთ, აი ქართული რეზულტატები ამოგვიგდო, როგორც წესი, ეს იყო ქართული რეზულტატები. მაგალითად, რო ჩავწერო შუზი, ამ შემთხვევაში ნახეთ, აი შუზ გალერია ამოაგდო, ასევე ამოაგდო შედარებით პირველი იყო ქართული რეზულტატები. იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველოში, Google-ი მიხვდა რომ ჩვენ ვართ საქართველოში და აქედან გამომდინარე ქართული რესურსებიც მიჩვენა. ამერიკიდან რომ ჩაგვეწერა შუზი, მეწვნა თუ აქ არც ერთი ქართული რესურსი არ გაჭაჭანდებოდა, არც სტუდიო ფესასმის განერია, არც უნო შუზი და არც სხვა მათგანი, არც ერთი აბსოლუტურად. ეს როგორც ეს საერთაშორისო ბრენდებია, რომლებიც შემოსული არიან საქართველოში. და ასე შემდეგ. ეხლა მოდით დავიწყოთ შემდეგი ნაწილი, შემდეგი საკითხი, თუ რომელ მიმართულებებს ეხება SEO. როგორც წესი, ჩვენ გავulit SEO-ს WordPress-ისათვის, WordPress-ის ძრავის ვებსაიტისათვის, იმიტომ რომ ძირითადად როგორც წესი ხდება WordPress-ის ვებსაიტის გამოყენება, ყველაზე პოპულარული არის WordPress-ის ძრავა. ჩვენ სალექციო კურსში ცალკე მთელი თემა არის WordPress-ის საიტის აგებაზე. თუ არ გაქვთ ნანახი, მე გირჩევთ რომ გაიაროთ ეს რესურსი, ლინკი აღწერილობაში იქნება მითითებული. ასევე იგივენაირად მუშაობს Shopify-ის ძრავის შემთხვევაში და ჩვენ სალექციო კურსში ასევე Shopify-ის ძრავაზეც ვისაუბრებთ და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ თქვენ თუ არ ფლობთ საერთოდ websites, თქვენ მაინც გჭირდებათ SEO. იმიტომ რომ თქვენ დიდი ალბათობით სოციალური ქსელი მაინც გექნებათ და შეიძლება სოციალური ქსელით ყიდით პროდუქციას. ცალკე არის Facebook SEO, ცალკე განყოფილება არის. ეს განყოფილებაც მერწმუნეთ SEO-ს საბაზისო იმ კრიტერიუმებსა და ინფორმაციას ეყრდნობა, რომელსაც ჩვენ ამ კურსში გავივლით ერთად. და მე ვფიქრობ, რომ თქვენ მაინც დაგჭირდებათ SEO თუ Facebook-ით ყიდით პროდუქციას. იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი რაოდენობით ძებნადობა ხორციელდება, ძებნები ხორციელდება და ბევრი ადამიანი სწორედ სოციალური ქსელიდან ყიდულობს პროდუქციას. თქვენ თუ გაქვთ ციფრული პროდუქტი, თქვენ გჭირდებათ SEO, თქვენ გჭირდებათ საძებო სისტემის ძრავის ოპტიმიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში. კეთილი. შემდგომი ნაწილი არის უკვე კურსის დასრულების შემდგომი ნაწილი. ჩვენ შევძლებთ უკვე კურსის დასრულების შემდგომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კურსი არის ეგრეთ წოდებული basic SEO, საბაზისო SEO, აუცილებლად დაემატება შემდგომში საიტს უკვე SEO 2.0, ეს უკვე იქნება ერთი საფეხურით ზემოთ, თუმცა ეს კურსი სრულიად საკმარისია იმისათვის, რათა თქვენ შექმნათ შეძლოთ საიტის SEO აუდიტი,
შეძლოთ SEO ანალიტიკა და ნახოთ საიდან შედის ტრაფიკი, ვინ შედის, რა კამპანიით აქვს ამა თუ იმ სისტემას მიღებული წარმატება, ასევე გააკეთოთ ანალიტიკა, სად უჭირს კომპანიას, რისი გამოსწორება არის მნიშვნელოვანი, სად კარგავს ის რესურსს. თქვენ უნდა შეძლოთ SEO კამპანიის დაგეგმვა. ჩვენ ცალკე გვექნება მოცემული Excel-ის ფაილები, სადაც გამზადებულ სისტემას წარმოგიდგენთ. სისტემა, სადაც შეგიძლიათ რომ პირდაპირ მიყვეთ აი ამ Excel-ის ფაილებს და ამ Excel-ის ფაილით, საერთაშორისო გავრცელებული კრიტერიუმებით თქვენ შეძლოთ საიტის აუდიტი, ასევე დაგეგმოთ საკუთარი SEO კამპანია და აწარმოოთ ის. აუცილებელი არ არის ვებსაიტი გქონდეთ, მნიშვნელოვანია რომ თქვენ იცოდეთ SEO. ეს პრაქტიკულად დამოუკიდებელი მიმართულება არის. და ამასთანავე თქვენ შეძლებთ keyword research, ჩვენ ერთად აღმოვაჩენთ ძალიან საინტერესო keyword-ებს, ასევე ნახავთ თუ რას ეძებენ ადამიანები საძებო სისტემაში, ბევრ უხამს, ბევრ საინტერესო, ბევრ უცნაურ მიმართულებას წააწყდებით და თქვენ ნახავთ იმას, რასაც ადამიანები არ ამბობენ, იმას, რასაც ადამიანები წერენ Google საძებო სისტემაში და ჩვენ გვექნება წვდომა ერთად ამ ინფორმაციაზე. დღეისათვის სულ ეს იყო პირველი ზოგადი შესავალი SEO-ში. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და ერთმანეთს შემდეგ დიდ ლექციაში შევხვდებით, სადაც უკვე ტექნიკურ განხილვას დავიწყებთ ამ ყველაფრის. დროებით მომავალ შეხვედრამდე.